თითქოს ბევრი დოკუმენტია შექმნილი იმისთვის, რომ ადგილებზე ახალგაზრდები საჭიროებები მოგვარდეს, მაგრამ რეალურად ეს არ ხდება. რეგიონებში შატალოზე რომ მიდიან ბავშვები, მიდიან, იმიტომ რომ ერთად სადღაც არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა გქონდეთ და სკოლა არ აძლევს პირველ რიგში ამ საინტერესოდ თანაცხოვრების საინტერესო ურთიერთობის შესაძლებლობას. 2 წლის წინ გამოვითხოვეს 64-ვე მუნიციპალიტეტი, თბილისმა არ მომცა 63-ვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიები მუნიციპალური. ყველა არის იდენტური პრობლემატიკით, იდენტური ინიციატივებით, იდენტური სამოქმედო გეგმით. ახალგაზრდებზე როცა საუბრობთ, ხო, საუბრობთ მომავალზე და ხვალინდელ დღეზე და მათში უნდა ვხედავდეთ იმედს და როცა ახალგაზრდებთან მიმართებით ხდება ეს, რომ იქნება ახალგაზრდული სათათბიროები და მე იქ მყოფ ახალგაზრდებს ვხედავთ საარჩევნო კამპანიებში ამ კანდიდატების უკან პარტიული დროშებით საშინელი სანახავია. შევქმნით რაღაცა პარტიული დანამატების სტრუქტურები, კომკავშირი, არაფორმალური, რომელიც გამოიყენება სწორედ იმიტომ, რომ პარტიას დაეხმაროს, როცა ის საჭიროა თანატოლებში მუშაობისთვის. 15 წლის გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდოდა, ყველაზე მეტად ჰქონდა ნიჭი, ტირილით მოვიდა და ვითხრა ძალიან გულწრფელად, რომ მამაჩემი საჯარო სამსახურში მუშაობს და უთხრეს, რომ თეატრალური სტუდიიდან თუ არ გამოვა შენი შვილი, სამსახურში პრობლემები შეგექმნება. 2022 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი სიტუაცია. ეხლა რომ მოგვინდეს რაღაც სტუდიის გაკეთება და სექტემბერს მივიდეთ სკოლებში და უთხრათ, რომ ეს თეატრალურ სტუდიას ვაკეთებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ვინმე კიდევ მოვაჩვენოთ.